გადაცემის ამ ნაწილში კიდევ ერთხელ ვსაუბრობთ ოლიგარქის საგარეო პოლიტიკის შედეგებზე და იზოლაციის ხარისხზე, რომელიც ყოველდღიურად მძიმდება. გადაცემის ამ ნაწილში გიყვებით, როგორ ქრება საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ და ნელ-ნელა მსოფლიოს დღის წესრიგიდან, გეოპოლიტიკური რუკიდან თუ პოლიტიკოსების ლექსიკონიდან. ვსაუბრობთ, როგორ იქცა ერთ დროს რეგიონის ლიდერი აუთსაიდერად, რომელიც საერთაშორისო ახალ ამბებში მისი მაღალჩინოსნების სანქცირების თემით თუ მოხვდება. რამბები აჩვენებს ევროპისკენ მიმავალი ქვეყნის იზოლაციის რელსებზე შეტყობას. დავიწყოთ მთავარი სტრატეგიული პარტნიორით, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები წინა ადმინისტრაციის დროს შეჩერდა, ახალი ადმინისტრაციის პირობებში კი ჯერჯერობით არაფერი ჩანს კონგრესის მაგიდაზე დადებული მეგობარი აქტის გარდა. არ ჩანს დაპირებული გადატვირთვა კომუნიკაციის მინიმალური სტანდარტიც კი. და ეს მაშინ, როცა საქართველო მისი გეოპოლიტიკური მდებარეობით და გამოწვევებით უნდა იყოს ფოკუსში. ერ-რიადში გამართულ მოლაპარაკებებზე შტატების შუამავლობით რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება თეთრმა სახლმა გუშინ გაავრცელა. შეთანხმება შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფას და ძალის არ გამოყენებას ეხება. სწორედ ამ ამბის შემდეგ უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ერთი მეორის მიყოლებით გამქვეყნდა ინფორმაციები, რომელიც სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს შეხვედრებს და განხორციელებულ ზარებს ეხება. საუბარი შედგა ნატოს წევრი ქვეყნის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან, არასაზღვაო ქვეყნის სომხეთის პრემიერთან ნიკოლ ფაშინიანთან. ოფიციალურ აღწერაში ვკითხულობთ, რომ დიალოგი შეეხო უკრაინასა და კავკასიაში მშვიდობას. მოგვიანებით რუბიომ უკვე ვაშინგტონში მიიღო ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესტონეთიდან მაკლის ცაკნა, ლატვიიდან ბაიბა ბრაჟე, ლიტვიდან კესტუტის პუტრისი. ამ ფონზე შავი ზღვისპირა ქვეყანა საქართველო რუბიოს დღის წესრიგში არ ყოფილა. პარალელურად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა საქართველოც არ მოხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაში. ანტონიო კოშტას მიმართვა გუშინ ევროპის პოლიტიკის ცენტრში ჰქონდა, მან ევროკავშირის ისტორიაზე, მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, განმარტა, როგორი უნდა იყოს კონტინენტის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა. მისი ფორმულა იყო ასეთი, რომ ახლა გაფართოება ეს არის ევროკავშირისთვის საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიცია. რომელ ქვეყნებში ჩადებს ამ ინვესტიციას 27 ქვეყნის ერთობა. აქ კოშტამ ახსენა დასავლეთ ბალკანელები, ახსენა უკრაინა, სადაც იყო არაერთხელ, ახსენა მოლდოვა, სადაც ორმხრივ სამიც გეგმავს და არ უხსენებია საქართველო, ქვეყანა, რომელსაც როგორც გითხარით აქვს კანდიდატის სტატუსი. ევროპის უსაფრთხოება უკრაინაში იწყება, ამიტომ საჭიროა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდამხარდგომა, შევქმნათ პირობები სამართლიანი ყოვლის მომცველი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის უკრაინასა და ევროპაში. თუ რუსეთი ჩათვლის, რომ უკრაინის საზღვრები რუკაზე მხოლოდ ხაზია, რატომ უნდა სცეს მან პატივი სხვა ქვეყნების საზღვრებს? უკრაინის მხარდაჭერით ჩვენ მხარს უჭერთ გაეროს ქარტიას, წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ევროპასა და მსოფლიოში. მტკიცედ უნდა ვიმუშაოთ გაფართოებაზე ჩვენს დასავლეთ ბალკანელ მეზობლებთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან. გაფართოება საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიცია, რომელიც ევროკავშირს შეუძლია გაიღოს. სწორედ ამიტომ ბოლო 4 თვეში უკრაინაში ვიზიტით ორჯერ ჩავედი. სწორედ ამიტომ ვესტუმრე მარტის დასაწყისში მოლდოვას. ოცნებამ ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა, არა მხოლოდ ერთი განცხადებით, არამედ ივანიშვილის გუნდმა ქმედებებით ქნა ყველაფერი, რომ საგულდაგულოდ ჩაერაზა ისტორიული ფანჯარა. პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ძალადობა ქუჩებში, მედიის შევიწროება, რეპრესიული კანონების მთელი წყება ივანიშვილმა გამოიყენა და შექმნა ყველა ლეგალური თუ არალეგალური ინსტრუმენტი ქვეყნის მიტაცებისთვის. გაკეთა ყველაფერი, რაც სრულიად შეუსაბამოა ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყნისთვის. შესაბამისად, კითხვა, ვინ არის ქვეყნის ევროპისგან დაშორებაზე პასუხისმგებელი, დღეს აბსოლუტურად რიტორიკულია. ამ კითხვას ძალიან მარტივად უპასუხა გერმანიის ელჩმაც, რომელმაც გაიმეორა, რომ თავის დროზე საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება ეს იყო ერთგვარი საჩუქარი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ არ გამოიყენა. Has candidate status since December 2023. 2023 წლის დეკემბრიდან კანდიდატის სტატუსი აქვს. ევროკავშირმა სტატუსი საქართველოს მიანიჭა. რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარია, რომელიც ევროკავშირმა გაწევრიანებისთვის შეიძლება გასცეს. თქვენ ეს მოწვევა გაქვთ, მაგრამ გასული ივნისიდან საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ მუშაობა შეჩერებულია, რადგან საქართველოს დაახლოების ნაცვლად ევროკავშირს შორდება. ასე რომ თქვენ კანდიდატის სტატუსი ჯერ კიდევ გაქვთ, მაგრამ ახლა არაფერი ხდება. რაც შეეხება ვინ არის პასუხისმგებელი, საქართველოს მთავრობა. ყოველთვის კანდიდატი ქვეყნის მთავრობა. Because
როგორც იცით, გერმანია მოცნობის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. ბერლინმა შავ სიაში შეიყვანა ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი გზებით დარბევაზე. კონკრეტული გვარები არ დასახელებულა, თუმცა ელჩმა მედიასთან კიდევ ერთხელ განმარტა ამ გადაწყვეტილების საფუძვლები. He has issued entry bans. გამოსცა სავიზო აკრძალვები ზოგიერთი ინდივიდის მიმართ, ვისაც ჩვენ ვაკისებთ პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებების დარღვევასა და დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. სანქცირებული პირების სახელებსა და გვარებს არ ვასახელებთ, რადგან გვაქვს კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, რომელიც ჩვენ ვიკრძალავს ამ ინფორმაციის us from publishing this information. საქართველოს დაახლოების ნაცვლად შორდება ევროკავშირს, როგორც მოისმინეთ, ასე თქვა ფიშერმა დღეს და მართლაც ოცნების პირობებში არა მხოლოდ ევროკავშირი ჩანს შორეულ პერსპექტივად, არამედ ქვეყანა ფაქტობრივად გამქრალია რეგიონული კონტექსტიდანაც, სამაგეროდ ფოკუსი მეტად არის გადასული მეზობელ სომხეთზე. ჩვენს მეზობელ ქვეყანაში კი ნამდვილად ისტორიული პროცესი მიდის, სომხეთი ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მიზანმიმართულად ცდილობს გათავისუფლდეს რუსული ტვირთისგან, საბჭოთა მემკვიდრეობისგან, კრემლის დატოვებული ნაღმებისგან. ომის შემდეგ ხელშეკრულება ერევანსა და ბაქოს შორის ხელმოსაწერად მზად არის. პარალელურად დაიძრა პროცესი, რომლისგანაც სომხეთში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწყებას ელიან. ეს მაშინ, როცა თბილისში უკვე მიღწეული შედეგის ამ სიკეთის გაუქმების ეშინიათ. სომხეთის პარლამენტმა დღეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა მეორე და საბოლოო მოსმენით. კენჭისყრას წინ უძღოდა მთავრობის გადაწყვეტილება წლის დასაწყისში ფაშინიანმა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს მწვანე შუქი აუქმა. შესაბამის კანონპროექტს სამ თვეში უკვე პარლამენტში ეყარა კენჭი, მხარი მას 64 დეპუტატმა დაუჭირა 7-ის წინააღმდეგ. სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა ეს გადაწყვეტილება გამოაცხადა. Antônio Marcin hartstikke werkutsun. სომხეთის მოქალაქეები მოუთმევლად ელიან დღეს, როცა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა შეძლებენ. სომხეთისთვის, ისევე როგორც თავის დროზე საქართველოსთვის, ეს ცხადი არ ნიშნავს მხოლოდ რიგში დგომის დისკომფორტის თავიდან აცილებას. ეს იქნება დიდი განაცხადი, რაც ქვეყნის მოსკოვის ორბიტიდან დისტანცირებას გახდის უფრო მკაფიოს. ეს იქნება გზავნილი, რომ ერევანსა და ბრიუსელს შორის პოლიტიკური ბარიერები აღარ არსებობს. თავის დროზე საქართველოს ამ პროცესისთვის 5 წელი დასჭირდა, სომხეთში უფრო სწრაფი პროცესის იმედი აქვთ. უვიზო მიმოსვლის სიკეთეებით ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობთ უკვე 7 წელიწადზე მეტია, თუმცა მისი შეზღუდვის რისკი სულ უფრო და უფრო მკაფიო და რეალური ხდება. ბრიუსელის დერეფნებში ეს თემა ნამდვილად განიხილება და ყველაფერთან ერთად ეს არის საკითხი, რომელსაც არ ჭირდება 27 წევრის კონსენსუსი. ჯერჯერობით სავიზო შეზღუდვები მხოლოდ ოცნების დიპლომატიურ პასპორტებს ეხება, მაგრამ ვნახოთ, იქნება თუ არა პროცესი იმგვარი გაგრძელებაც, რომელიც ყველა მოქალაქეს დააზარალებს. ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, რეგიონში ორი მკვეთრი გეოპოლიტიკური შემოbrunების მომსწრეები ვართ, ოღონდ ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით, მაშინ როცა სომხეთი ტრიალდება რუსეთიდან ევროპისკენ, ივანიშვილის ხელისუფლება საპირისპირო ტრაექტორიით სვლას აჩვენებს. ასეთი თემა, რომელზეც ვისაუბრებთ სტუმართან ერთად, თუმცა